გულახდილობა და გამჭვირვალობა გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრად უფრო ფასობს, ვიდრე თავიდანვე პროჭირო ხარ იტყუები რა. ამას გულისხმობ ბიზნესში, მით უმეტეს ტრეიდინგში, როცა ადამიანი მოდიხარ და ადამიანს ანახებ ისეთ რაღაცასაც რეალურად არ შეგიძლია, ეგ ძალიან დიდი დანაშაულია ჩემი აზრით. ჩვენს კომუნიკის წევრებს, ვინც მენდობა, პირველ რიგში ნდობა რითიც მოვიპოვე და რაც ხალხს დავანახე, არის იყო რეალური მხარე ტრეიდინგის. რეალური მხარე, თუ როგორ ტყუდებოდნენ და რა არის სიმართლე რეალურად და რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო. ეგ არის ჩემი მიზანი, რომ ყველა მოსწავლე ვინც ყავს, მივიყვანო იმ დონეზე, რომ დამოუკიდებლად შეძლო ამ საქმის კეთება რა და ამ შედეგამდე მივყავარ გულახდილობას. არ მინდა რომ ჩემ თავზე ესე პლუსები დავიწერო და ესე არ მიყვარს ჩემი თავის ქება და რაღაცა არც ვაკებ არაფერი რა. უბრალოდ ხალხს მიგითითებთ იმაზე, რომ რა საქმესაც არ უნდა აკეთებდე, ყველაფერს გულახდილად და გამჭვირვალად უნდა აკეთებდე. თუ გინდა რომ გრძელვადიან პერსპექტივაში დაგიფასდეს. იმიტომ რომ ბევრი ფიქრობთ მოკლევადიან შედეგს რა, ეხა რაღაცა მიიღო. არა ის რომ ხვალ ზეგ მაზეგ ერთი თვის მერე ერთი წლის მერე დაგიფასდეს რა.